გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. საინტერესოა, მათ შორის ვინც ყოველ დღე რუსთაველის პროსპექტზე საღამოობით დაბოდიალობს, არის ვინმე ვისაც მართლა გონია რომ ეს წანწალი რეალი საცოდაობა და ღამისთებები ბოლნისის გზაზე საქართველოს კეთილდღეობას ადგება? თუ მათ მართლა გონიათ რომ ისინი ევროპისკენ მიაბიჯებენ და ვერ მიაბიჯეს. თუ ჟერათ რომ რამე კარდინალურად შეიძლება მათი ამ გაუთავებელი მარშირებებით და თუ ვინმეს ასე გონია, მაშინ ის ვინმე ბრიყვი ყოფილა. ალბათ მათი უმრავლესობა იმასაც ვერ ხვდება, რომ ვიღაცები მათ იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის და თუ ღმერთმა არ ქნას და მათი მზაკრული სურვილები ასრულდება, ანუ ის ვიღაცები ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებენ, რაც გამორიცხულია, რასაკვირველია. მე ამ მყვირალა მოსიარულე პაიკებს ისინი გულგრილად ჩაყრიან ყუთში და იმ ყუთს ანტრესოლში შეაგდებენ. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი შეიძლება წავიდეს. ალბათ მათ ეს არ ესმის და ამიტომაც შესაშური მუდმივობით ყოველ საღამოს მიდიან რუსთაველის პროსპექტზე და უშლიან ნერვებს რუსთაველის პროსპექტს. ის აგრესიული უმცირესობა სრულიად არ ითვალისწინებს 1,200,000 ამომრჩევლის ინტერესს. ანუ მათ ინტერესს ვინც ხმა მათი ინტერესების წინააღმდეგ მისცა. მეგობრებო, ჩვენ ჯერჯერობით შორიდან ვუყურებთ ამ მოსიარულე ისტერიკებს. როდემდე გვეყოფა მოთმინება არ ვიცი. არის უკვე შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს ამ აქციების მოთავეებს აგრესიული პასუხი გასცეს, რასაც ჩვენ რასაკვირველია ვემიჯნებით. ჩვენ არ ვართ ფიზიკური დაპირისპირების მომხრე და ვგმობთ. ამასთანავე ზურაბიშვილს და გახარიას დახვდნენ აეროპორტში და კვერცხები ესრულეს. გამოგიტყდებით, გახარია განსაკუთრებით არასიმპათიური პერსონაჟია ჩვენს პოლიტიკაში. ის მაქცია. დიახ, გვარამია, მელია, სხვადასხვა ჭიჭეები, ისინი თავიდანვე იყვნენ ის, რაც არიან ტრადიციული ბოროტი ძალები. მათ არ შეუცვლიათ ზნე და ფერი და გახარია, რომელიც 2020 წელს ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო, დღეს მშვენივრად შეძლებდა კოლექტიური ნაცობის პირველი ნომერი გამختارიყო. რა მოხდა მაინც არ ვიცი. იქნებ ვინმე ნაცმა უკბინა მას და გახარია ერთ სამსემთვარეობისას გადაიქცა იმად, რაც ახლა არს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მას კვერცხს ვესვრი. არც მას და არც რეალობისგან სრულიად მოწყვეტილ სალომეას. სიტყვა შეიძლება ვესრულო, მაგრამ კვერცხი არა. და იმას მოგახსენებდით, მეღიმება, როდესაც მესმის რუსთაველზე მოსეირნეები რომ ამტკიცებენ, რომ ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ დგანან, რომ ისინი თვითორგანიზებულნი არიან, რომ მხოლოდ გულის ხმას უსმენენ და თავისით გადიან პროსპექტზე. დიახ, თავისით გადიან და მე იქ შემთხვევით გადაეყრებიან სხვადასხვა გვარამიას, მელიას და მათთან მიტმასნილ ელისაშვილსაც. მაგრამ ეს სრულიად შემთხვევით ხდება, მეგობრებო. და როდესაც დიდი ლელოელი ხაზარაძე საჯაროდ აცხადებს, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხაზარაძე არაფერ შუაშია და ხაზარაძე გვერდიდან აკვირდება ამ პროტესტებს და მხოლოდ დღეებს ითვლის. მას ხომ უყვარს თვლა თავისი მიდრეკილებებიდან გამომდინარე. და მე კი ჩემი გვერდიდან სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ნაცური აქციები არა ბიჭო იმ ხელმოცარული მსახიობების აქცია და ვადამდელი არჩევნების ჰიპოთეტურ შემთხვევაში დოი მოვა ხელისუფლებაში და დაძმა სუხიშვილები კი მინისტრები გახდებიან. ერთი კულტურის, მეორე კი დასვენების მინისტრი. არა მეგობრებო, არც დოი და არც მოი ხელისუფლებაში არ მოვა. მოვა მელია, ხაზარაძე, გვარამია და მათთან მიტმასნილი ელისაშვილი. ალბათ ელისაშვილს აკალაჩიკობასაც უბოძებენ, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. კარგი, იარონ რამდენიც უნდათ ამას უკვე შევეგუე. და ამასთან დაკავშირებით იდეა მომივიდა. იქნებ
რაღაც სარგებელი მაინც ვნახოთ ამ ყოველდღიური მსვლელობებიდან. იქნებ რუსთაველის პროსპექტი პოლიტიკურ ტურისტულ მარშრუტად ვაქციოთ. ხომ გახსოვთ ილფისა და პეტროვის 12 წამში, როდესაც მამა ფიოდორი კლდეზე აცოცდება და მე უკან ვეღარ ჩამოდის. მას დროთა განმავლობაში ტურისტებს ანახებენ. გიდი რომ ამბობს მარჯვნივ თამარის ციხე მოჩანს, მარცხნივ კი ცოცხალი კაცი დგას, რით ცოცხლობს ან იქ როგორ მოხდა, ეს არავინ იცის. დიახ, ჩვენთანაც საგანგებოდ ჩამოსულ ტურისტებს გიდი ეტყვის ხოლმე მარცხნივ რუსთაველის თეატრია, მარჯვნივ კი დემონსტრაცია მოედინება, რისთვის მოედინება და რა უნდათ არავინ იცის. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.